მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, გუშინ ძალიან საინტერესო ვიდეო აგიტვირთეთ, აუცილებლად ნახეთ გუშინდელი ვიდეოც. ანაკონდაზე და ვასილიზე, დღეს მინდა ვასილის დილისპირული შემოვიდე. ორმხრივანი დასტა მაქვს, ანუ რაიდერ ვაიტის დასტა არის, მაგრამ აჩვენებს იმ ფარულ სიტუაციებს, რაც ამ სიტუაციის უკან ხდება. ანუ რა ხდება ამ ყველაფრის უკან შესაბამისად, ანუ ეხლა სიღრმისეულად გადავუვლით ჩვენ ვასილის და ვნახოთ რას ფიქრობს, რას გრძნობს და საერთოდ რას გააკეთებს და ასე შემდეგ. ცოტა წყნარი ხმით გელაპარაკებით, როგორც გითხარით, იმიტომ რომ დილაობით ძალიან მიყვარს აი ასე გარეთ გაშლა და აი ასეთ სუფთ ჰაერზე გაშლა. ასევე გუშინდელ ვიდეოზე ავტვირთე მე ჩემო ძვირფასებო სკრინები, ფეიქ არხების, ძალიან ფრთხილად იყავით, კიდევ ვიმეორებ, მე TikTok-ზე მყავს 17,000 გამომწერი, შავი ფონიანი ეს მაქვს, რა ქვია, შევცვალე ჩემი ლოგო და თუ პატარა გამომწერებიან TikTok-ზე შეგხვდათ ჩემი ვიდეო, ან ვინმემ თვითონ მოგწერათ და შემოგთავაზათ, ასე ვთქვათ, მომსახურებები, ეს მე არა ვარ და არ დაუჯეროთ. ჩემი ანგარიშის ნომერი იწყება მეთქი, თავდება 514-ზე, მხოლოდ აქ ვახორციელებ მე ჩარიცხვებს ოფიციალურად და ასევე ჩემო გოგონებო, შეგიძლიათ იმისათვის, რომ აბსოლუტურად 100% დაცულად იყოთ, რომ ნამდვილად მეგიშლით და მე ვაკეთებ კონსულტაციას, მომწეროთ WhatsApp-ზე 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასობით აკრიფეთ ტაროს სამყარო თურქეთი და იქ მომწერეთ. Facebook-ზე 1000-ზე მეტი გამომწერი მყავს, TikTok-ზე 17,000-ზე მეტი გამომწერი მყავს, ხოლო YouTube-ზე 9,000-ზე მეტი, ასე რომ ძალიან გთხოვთ ფრთხილად იყავით და ფეიქებს არ ენდოთ. ამიტომ WhatsApp-ი ყველას ჯობია, გოგოებო, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გააყალბებს. ეხლა ასევე 1 სექტემბრამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო, მაქვს ფასტაკლებები სანთლებზე სამაჯურებზე, მაქვს უმაგრესი ფასტაკლება 15 ლარად მხოლოდ რიტუალი წმენდა მოროკოული შავი პასტის მეშვეობით, რომელიც შელოცილია მოროკოს ძალიან ღრმა სოფლიდანო მაქვს ჩამოტანილი გოგოებო. ფაქტიურად ამოყიდული მაქვს 4 ცალიღა დამჭა 15 ლარად შეგიძლიათ თქვენც გაიკეთოთ წმენდა, თქვენ პარტნიორსაც გაუკეთოთ, ან კიდე ნებისმიერ ადამიანს უყიდოთ აჩუქოთ, იმიტომ რომ დაიმუხტება მის სახელზე. და წმენდას ჩვეულებრივად ჩაიტარებს ადამიანი, ვისაც ზეთისხილზე არა გაქვთ ალერგია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შავი, ძალიან მაგარი ენერგეტიკული წმენდის საპონი, რომელიც მარილის რიტუალთან ერთად კეთდება ბანაობის დროს. შედეგები გექნებათ ძალიან მალე, იმიტომ რომ გუშინ გავაგზავნე უკვე გოგოებთან და ვუთხარი, რომ შედეგები აუცილებლად მომწერეთ თქვენ. ასე რომ ყველაფერთან დაკავშირებით შემომეხმაურეთ მხოლოდ WhatsApp-ზე 595006002. TikTok-ის და Facebook-ის და YouTube-ის fake არხებს არ დაუჯეროთ. შეხედეთ გამომწერების რაოდენობას. და მე არავის არაფერს არ გწერთ გოგოებო, ესეც იცოდეთ. მე არ ვწერ კლიენტებს, რომ იმას გაგიკეთებ და ამას გაგიკეთებ. აბა, დავიწყოთ ახლა. დილისპირული ვნახოთ დღეს დილიდან როგორ არის თქვენი პარტნიორი. შევხედოთ როგორ არის. დედა თქვენზე ფიქრობს დღეს დილიდან და იძახის რომ რა გავაკეთო ახლა ეს გვირგვინი ამ ქალმა რო დაიდგა თავზე და აღარ უნდა ამ გვირგვინის ჩამოხსნა, რა გავაკეთო, როგორ მოვატრიალო, როგორ აღუდგინო ენერგიები, როგორ აღუდგინო ემოციებიო. ხმლების დედოფლა და აგრიქვავთ. დამთავრდა ყველაფერი ჩემსა და ამ ქალს შორის, ჩემი ესეთა ეს კაცი ყოველთვის ეძებდა მსხვერპლს. აი მე იმპერატორის არკანი კაცში ძალიან მაშინებს, იმიტომ რომ ზოგადად ესენი არიან მაკონტროლებლები, საკმაოდ უგულოები და საკმაოდ აგრესიული ხალხი. და ზუსტად ეგ არის, შეხედეთ ამ იმპერატორს ხვარი ყავს, ესე მოგდებული აქ რა. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ მსხვერპლებს, ემოციური თვალსაზრისით, ცხოვრებისეული თვალსაზრისით, ხო? ფსიქოლოგიურად უნდა რომ რამოდენიმე ადამიანი, რამოდენიმე მსხვერპლი ყავდეს. ერთ-ერთი რესურსი და ძალიან დიდი რესურსი ხართ თქვენ. შესაბამისად, ანუ აი ამ ეს რესურსი რო გამოეცალა ხელიდან, ეხლა უნდა რომ ეს რესურსი უკან დაიბრუნოს. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, აქ ძაღლი ყეფავს, შეგვჭამა ამ ეზობლის ძაღლმა. ხო და ამ რესურსის დაბრუნება უნდა ძალიან და ზუსტად მაგას ფიქრობს, რომ ეხლა როგორ მოახერხოს ისე, რომ ეს რესურსი ისევ თავისკენ გადაკაჯოს, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის, რომ რესურსი ამ კაცისკენ აღარ მიედინება. აქ შეიძლება ვიღაცამ ჩახსნაც გაიკეთა, ვიღაცამ წმენდაც გაიკეთა და ზუსტად ეს არის, როდესაც იწმინდებით, ხო, გინდათ საპნით, გინდათ სანთლით, გინდათ ჩემით, გინდათ მედიტაცია რიტუალებით.
ამ დროს რა ხდება? ადამიანისთან წყდება ენერგეტიკული კავშირი, თქვენ მას ძალას აღარ აძლევთ და შესაბამისად გიждდება ეს კაცი და იმიტომ მორბიან უკან, იმიტომ რომ ის რესურსი აკლიათ და ეხა ამ კაცს ეს რესურსი აკლიათ და თქვენ შენარჩუნებაზე ფიქრობს. აბა მოდი ვკითხოთ ეხა კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს, რომ დილიდან თქვენი სიტუაცია, კონკრეტულად თქვენზე რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ გადაუჭერით ყველაფერი, ემოცია გადაუჭერით, წახვედით, აერიდეთ და კრიზისები აღარ გინდა და ის ზუსტად მაგას ფიქრობს. რაც ვთქვი, აქ ვიღაცა ენერგეტიკული სვიასკა გადაჭრა, ენერგეტიკული ძაფი და იძახით, რომ ემოცია ჩემსკენ, სიყვარული ჩემსკენ, მაგრამ მე ეს კრიზისები აღარ მინდა. აი ამ მგლის და აი ამ ცხოველის მეშინია უკვე და ამას ეს ხვდება. ეს არის სერიოზულ კრიზისებში, ჩემო ძვირფასებო, ენატრებით მოსვლა უნდა. აი ამ თავისი მძიმეების, თავისი პრობლემების ზედ გადმოწერა უნდა ისევ თქვენზე. უნდა რომ ისევ თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა, ისევ თავზე ხელი გადაუსვათ, ისევ მოდი ახლა ვასილი დაგეხმაროს, მარინა დეიდა და აბა შეგენაცვალე და აბა საჭმელი და აბა ღომი და აბა მჭადი და აბა ფული და აბა სიგარეტი და აი ეს უნდა, იმიტომ რომ ეხლა ეს არა აქვს, ხვდებით? აღარა აქვს, დამთავრდა. გრძნობა რა აქვს თქვენთან მიმართებაში, აბა შევხვდები. გრძნობს რომ ყველაფერი დამთავრებულია და თქვენ დაბლოკელი ხართ. უნდა ისევ სიყვარული, უნდა ისევ აი ესე უზრუნველად ყოფნა, მაგრამ ბედის ბორბალი ვაფშე სხვანაირად არის დატრიალებული, აგერ არის კოშკში. ეს გრძნობა ჯერჯერობით გაქრობილი არ აქვს, პირიქით ამ გრძნობას ძალიან იცავს, სხვათა შორის მინდა გითხრათ და არავის არ უშვებს შიგნით თავისთან, რომ აი ვინმე დაიკავოს თქვენი ადგილი. პირდაპირ გეუბნებით, ეს მამაკაცი არის ძალიან მობილიზებული, მამაკაცი კი არა ვასილი. რომ თქვენ არ დაგკარგოთ და თქვენი სიყვარული მაინც გქონდეს გულში, არა აქვს მნიშვნელობა, მანამდე შეიძლება საერთოდ გეუბნებოდეთ, რომ სიყვარულის არ სჯერა, საერთოდ გეუბნებოდეთ, რომ ყურადღება რა საჭიროა, ემოციის გამოხატვა რა საჭირო არის და საბოლოო ჯამში ეხლა აი ამ სტაგნაციის და აი ამ პრობლემის შემდეგ მიხვდა, რომ თურმე ყველაფერიც საჭიროა. აი ეს თემა. საინტერესო, აბა ვნახოთ ნაბიჯი, ამ კაცის ნაბიჯი თქვენსკენ. მოვა ძალიან ბევრი ეხა დღეს ამომივიდა კაცი, რომელიც ისწავლის თავის ჭკუას, მოვა შეგნებულად, ტრანსფორმირებული, აღიარებს, რომ თქვენთან ერთად თანაცხოვრება უნდა, აღიარებს, რომ თქვენთან უნდა მხოლოდ და თქვენ ხართ მისი საყვარელი ქალი, მაგრამ აქამდე უნდა მოხდეს მისი წასვლა. ანუ ან თქვენ უნდა წახვიდეთ, ან ის უნდა წავიდეს იმისათვის, რომ გაციცნობიერება მოხდეს, რომ მიხვდეს და აქ არის კაცი დღეს, რომელიც მიხვდება. ანუ აქ დღეს მოვიდა ადამიანი, რომელსაც უკვე გაციცნობიერება აქ რო წარსულში როგორც იყო, ისე აღარ იქნება, რომ პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს, ემოციური, ენერგეტიკული და ამან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თქვენზე უნდა აიღოს. შეიძლება გშვილიც ყავდეთ, ან საერთო, ან არასაერთოც და ამ ბავშვიც უნდა ავიღო პასუხისმგებლობა. ეხა არის მოფიქრების დროში. ზუსტად აი იმდენად დაუმძიმდება ეს სიტუაცია თქვენს გარეშე, რომ იტყვის, რომ მე მირჩევნი ამ ქალთან ერთად ვიყო და პასუხისმგებლობა ავიღო, ვიდრე მარტო ვიყო და საერთოდ ამდენი პასუხისმგებლობის წინაშე. აი ამას ექნება ეს გათვითცნობიერება და ეს ძალიან კარგია. ეს მოვა თქვენთან გაბანძებული, გაბომჟებული, გამხდარი, ჩამოძუძღილი და ჩამოძუნძღლილი ვასილი, იმიტომ რომ თქვენი ხელი დააკლდება. აი უბედურდება თქვენს გარეშე. ეხლა ალბათ ეგონა იქ სხვა ქალები გამოჩნდებოდნენ და მარინასავით თავზე დაადგავდნენ გვირგვინს და რო აღარ დაადგეს ჩემო ძვირფასებო და არავინ აღარ დაადგა თავზე, ახლა მობაძუნდება უკან, მაგრამ გათვითცნობიერებით, რომ თქვენაირი ქალი მეორე აღარ ეყოლება. იმიტომ რომ ამას დრო დაჭირდება, არ შეაწყვეტინოთ ტრანსფორმაცია. შერიგება თუ იქნება, მაინტერესებს. შერიგება თქვენზე იქნება დამოკიდებული, თუ თქვენ გენდომებად შეურიგდებით, თქვენი ძალა აქვს. თქვენ თუ მიაწვდით ამ სიყვარულის თასს, შეხედეთ როგორი მაგარი დასტაა. მაშინ ამასაც იქნება უკვე გზა ხსნილი, რომ უკვე დაიწყოს ურთიერთობაზე მუშაობა. მიაწვდით თასს, იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოჩნდეთ, ეს თვითონ გამოჩნდება, მაგრამ თქვენი ძალა, თქვენი სტაბილურობა, ის რომ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, უბრალოდ დაჯდებით და თქვენ ცხოვრებას მიხედავთ და ეს თვითონ მოვა აზრზე, რომ გადმოდგას ნაბიჯი, მე უკვე ამ ნაბიჯის გადმოდგმის შემდეგ თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ აი აბა რისი შეცვლა შეგიძლია, რას გააკეთებს სხვანაირად, აბა რა იქნება სხვანაირად. აი ეს თემები აუცილებლად იქნება განხილული. განა ის რომ უი შენ გენაცვალე ვასილი რა კაია ახლა რომ მოხვედი და მხარგაშლილი და ფეხებგაშლილი შეხვდეთ არა ამას უნდა შეხვდეთ ძალიან რაციონალურად რომ რა გინდა აბა ისი გამკეთებელი ხარა ესეთი თემა აქვს ასე რომ ჩემო ძვირფასებო
აი ესეთი სიტუაცია არის. მოდი აბა ერთი ავკრიფე დასტა და რჩევა მინდა თქვენთვის ამოვიღო ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. შენ ისედაც უკვე გამარჯვებული ხარ. ისეთ სიტუაციაში, სადაც აქამდე იყავი, რისიც გეშინოდა მთვარე არის აქ. არ დაბრუნდე. აქ ვიღაცას მთვარე და ეროფანტი აქვს. გოგოებო, აუცილებლად გაიკეთეთ წმენდები და დაცვები. ყველანაირი შეღავათები მაქვს მედიტაცია რიტუალებზეც, სანთლებზეც, საპნებზეც 15 ლარიდან იწყება. აი რა გახდა, პროსტა არ ვიცი. 1 სექტემბრამდე მე აუცილებლად მოუმატებ ასებს, იმიტომ რომ მეც ანუ ენერგეტიკულად ძალიან ვიხარჯები ამ ყველაფრის დამზადებაზე, დამუხტვაზე და ასე შემდეგ, გამოგზავნაზე, ჩამოტანაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ფასები მოემატება. ისარგებლეთ აი ამ აქციით, მედიტაცია რიტუალები მაქვს, წმენდა, ჩახსნა, ახალი კაცი, ახალი ფინანსები 130 ლარად მხოლოდ, ძილის წინ მოსასმენებია, სხვა ვაფშე არაფერს არ აკეთებთ, შედეგები ძალიან კარგია. სამწუხარო ძველი ვიდეოები წავშალიან ფეიკების გამო გოგოებო, რომ გადააკატავეს და ვაფშე ამიტვირთ ეს ვიდეოები, ამიტომ იქ მქონდა სკრინები, მაგრამ ახალი სკრინებიც მექნება და განახებთ რა შედეგებია კიდევ ერთხელ. სანთლები აგერ და სამაჯურები 50 და 60 ლარი ღირს ერთად და 7-8 თუ გეყობათ. საპონი საერთოდ აი უძლიერესია, მართლა 15 ლარი ღირს 100 გრამიანი არის და რა ვიცი ახლა ჩემთან წმენდებიც არის და აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი და ნუ დაელოდებით ციდან ჩამოვარდნილ შანსებს. თქვენ თვითონ უნდა გაანძრიოთ ხელი, რომ რაღაც გააკეთოთ. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ თავი დავიცვათ ფეიქებიდან, აუცილებლად შეამოწმეთ TikTok-ზეც, YouTube-ზეც, Facebook-ზეც, კაც მარიცის კიდე რასადა აქვს გაკეთებული ჩემი ვიდეოებით, რამდენი გამომწერი ყავს. ჩემ არხს ყავს TikTok-ზე 17,000 გამომწერი, YouTube-ზე 9,000 რაღაცა, ხოლო ყველაზე მეტად რომ დაიცვათ თავი და ნამდვილად ჩემთან მოხდეთ კონსულტაციაზე, დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ზე 595-006-002 ან Facebook-ზე ქართული ასობით აკრიფეთ ტარო სამყარო თურქეთი, შავთეთრი ფოტო მიყენია და 1000-ზე მეტი გამომწერი მყავს TikTok-ზე, იმაზე Facebook-ზეც. ესეც დააკვირდით კარგად, იმიტომ რომ შეიძლება იქაც გადააკატაოთ. მაგრამ თავი დავიცვათ კიდევ ვიმეორებ და WhatsApp-ზე მომწერეთ მხოლოდ 595-006-002. ეხლა წარმატებულ ბედნიერ ლამაზ დღეს გისურვებთ, აბა თქვენიც დროებით.